ამ ხის ფონზე მოგესალმებით. ეს დაბალი ვარ და ვერ გამოვაჩენდი და ეს უბრალოდ მოკლედ ჩვენთან გაზაფხული მოვიდა და ძალიან მიხარია, მაგრამ ძალიან არეული ამინდებია. ეხლა ვსეინო მეთქი რაღაცა თან დავათვალიერებინებ ხალხს და ჩემი თვა ესეთი გაფუებული რატო ვერ ხვდები? ვერ ხვდები? მაგრამ ალბათ ახალ დავანილზე ყველას ესია. ხო და გადავწყვეტე ცოტა ვიდეო გადამეღო. თან გაჩვენებთ რა ხდება ჩვენთან გაზაფხულზე. უკვე რაღაცები დავთესეთ, აქ რაღაცა ყვავილებმა დაიწყეს ამოსვლები და მოკლედ ყველაფერს გაჩვენებთ დღეს. ჩემი საყვავილე მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურება, მაგრამ ეს შეხედეთ უბრალოდ როგორი სილამაზეა. ანუ თვალს ვერ ვწყვეტ. პერიოდი როცა აქ ულამაზესი ბაღი გქონდა, უამრავი ვარდი და მცენარე ხარობდა, უზარმაზარი ვარდები იყო. აი მეორე სართულამდე აღწევდა, ისეთი დიდი ვარდები იყო და ისეთი ულამაზი იყო აქაურობა. მაგრამ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. და არც YouTube არ არსებობდა და არც ინტერნეტი არ არსებობდა. და მე ეხლა რატო არ არის ალბათ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ახლა მომვლელი არ არის. მაშინ ვლიდა დეიდა ჩემი, არ იყო აქ ხოვილი, მაშინ დედაჩემი იყო აქ. მაგრამ დედაჩემს დიდად ყვავილები არ უყვარს. დედაჩემი გიждდება, ეგ იცით, იმიტომ რომ დედაჩემის სახლში მივდივარ ხოლმე. თქვენ გახსოვთ ვიდეოებს რო ვიღებ ხოლმე, რომ იქ რამდენი ყვავილები აქვს. და ის სულ სადმე თუ ნახარ ამ ყვავილი, სულ ცდილობს რომ თვითონაც კონდეს, რამე თუ მოეწონა, იმიტომ რომ გიждდება, რაღაცა უყვარს არა ნორმალურად ჩვენ ყვავილები ხარ გვაქვს, იმიტომ რომ მე დიდად არ ვგიჟდები, ვერ ვუვლი თან, ბაბუას უყვარს, მაგრამ ბაბუა ვერ უვლის უკვე და ბაბუასაც ჰქონდა და მეორე მცენარე სახლში. ადრე. უფრო და ეხლა აღარ. ესეთია ჩვენი ბაღის ისტორია. ხე გაჩვენებთ ადგილს რო ხედავთ, აქ იყო ულამაზესი ბაღი, აი უზარმაზარი ვარდები იყო, აი აქ კიბესთანაც იყო რაღაც ყვავილების კიბეს დაფარული იყო და აი აქ იყო ყველგან რაღაცა ყვავილების საოცარი რომ მოდიხარ, მაგრამ ეხა აქ არაფერი არ არის. როგორც ხედავთ, მაგრამ იყო მენდეთ, ულამაზესი იყო. კიდე მეზობელს აქ რამდენიმე ყვავილი. ქარავინ არ ცხოვრობს, მაგრამ ყვავილები მაინც შემორჩა. მოკლედ ვფიქრობდი ესეთ რამეზე უბრალოდ უყურებდი ისევ მენტალისტ მაგ სერიალს უყურებ უკვე მე რამდენჯერ აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ვგიჟდები ეგეთ საგამოძიებო სერიალებზე, ეგეთ დეტექტივზე და ეგეთი სერიალები ძალიან მიყვარს და ეგ მენტალისტი ბევრჯერ მაგ ნახე შერლოკი. მე მგონი შერლოკის მსგავსია რა. შერლოკზე და შერლოკის მსგავსი რაც კი არის გადაღებული, ყველაფერი ნანახი მაქვს, ისე მომწონს. ხო და ეხლა ვფიქრობდი მეთქი იმ მომენტზე, რომ როცა აი საქართველოს ეგრე ახონდა ყველგან ეგრე აი საგამოძიებო ორგანიზაციები რომ მიდიან ხოლმე გამოკითხვებზე, ნუ ტელევიზიაში გექნებათ ეგეთ რამე ნახე, აი რო ახასიათებენ ამ ადამიანებს, ვინც ეს მძიმე დანაშაული ჩაიდინა და ნუ ყველა ამბობს, რომ ისეთი კარგი ადამიანი იყო, ეს როგორ ჩაიდინა, არ გვწერა, კარგი მეზობელი იყო, კარგი ნათესავი იყო. ანუ დაახლოებით ხო ხვდებით ეხლა რადგან ვამბობ და აი მაგაზე ვფიქრობდი, რომ აი ადამიანს ისე ბოლომდე ვერ იცნობს, ანუ ვერ იტყვი ვერასდროს ადამიანი კარგია თუ ცუდი. ანუ გინჩენი ნათესავი იყოს, გინჩენი მეზობელი იყოს, მაგას ბოლომდე ვერასდროს ვერ იტყვი, იმიტომ რომ თუ მასთან არ ცხოვრობ წლები, იმიტომ რომ ადამიანს მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება ხვდებოდე, ნახულობდე აი 1 საათი დღეში, ან მაქსიმუმ 2 საათი დღეში. 1 კვირა შეიძლება გაატარო მასთან ერთად და ამ დროში ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია რომ ითამაშოს და თავი ისე მოგაჩვენოს, როგორც თავად უნდა. ადამიანთან ერთად თუ ცხოვრობ, ვერასდროს ვერ გამოიტან იმ დასკვნას, რომ კარგია ეს ადამიანი თუ ცუდი, ანუ შანსი უბრალოდ არ არის. ადამიანთან ერთად ცხოვრობდე, რომ გაიცნო თუ როგორია, უნდა ნახო ის სხვადასხვა სიტუაციებში. აი ოჯახში ბევრი ადამიანი მინახავს, ისეთი რომელიც გარეთ არის ძალიან კარგი, აი სხვანაირია, კარგი მეგობარი შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება არ იყოს კარგი ქმარი, ან ცოლი. კარგი მეგობარი შეიძლება იყოს, ან კარგი მეზობელი შეიძლება იყოს, მაგრამ არ იყოს ოჯახის წევრებთან კარგი, ანუ
სახში სხვანაირია ყველა ისე ვფიქრობ და გარეთ ყველა არის ყოველთვის სულ სხვანაირი, ამიტომ ეგ მომენტი დანიშნია ხოლმე ადამიანებს და უჭერთ იმის მიღება რომ შეიძლება ეს ადამიანი რაღაცა ცუდი გაეკეთებინა, იმიტომ რომ იმათთვის არ იყო ცუდი, მაგრამ რეალურად როგორი იყო, მართლა ისია მისცეს ყველაზე დიდ დროს ატარებდა და ცხოვრობდა ანუ ოჯახის წევრებმა. ამიტომ ალბათ ძალიან სამწუხარო რამეა, მაგრამ this is true. რომ დაუფიქრდეთ. ეგრე აი მაგალითად შეყვარებულებიც რომ არიან ხოლმე, მე სრულად ვფიქრობ, რომ ეგ არის გამართლებაზე, არის დაოჯახება, რომ ოჯახდებიან ხოლმე. ანუ ეგეც არის სრულად გამართლებაზე, იმიტომ რომ ალბათ ყველას გსმენიათ ეგეთი ისტორიები, რომ აი წლები ერთად იყვნენ და რაღაცა აი ამბობენ რომ სამეგობრო წრე უნდა გყავდეს ერთი დიდი ბობი სწორია ეგეა ისა აი დიდი ხანი ერთად უნდა იყოთ და რაღაცა ცოტა უნდა გავიდეს მე რაღაცა ანუ მთლად ეგრე არ ვფიქრობ მაგაზე, იმიტომ მგონია რომ ეგეც არის სრულად გამართლებაზე, იმიტომ რომ აი ალბათ ყველას გსმენიათ ეგეთ რამე, რომ ერთად იყვნენ წლები, აი 5 წელი, 6 წელი შეიძლება საერთო მეგობრებიც ყავდათ ოჯახმატისა და მაგრამ ნუ რომ დაუჯახდნენ, მე და სხვანაირად აღმოჩნდა ყველაფერი და მე რომ დაიშალდნენ რაღაცა კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი და ვერაზუს ამერ ხდება ხოლმე აი რატო, აი მაგიტომ. მაგრამ ისეთებიც გსმენიათ ალბათ რომ 2 თვე, 1 თვე, 1 კვირა იყვნენ ერთად და უცებ დაუჯახდნენ ან საერთოდ არ ჰქონდათ დიდი შეხვედრა, ან შეიძლება ეგეთი ისტორიებიც ხო არის რომ ონლაინ გაიცნო ვიღაცა სადღაც უცხოეთში და დაუჯახდა, მაგრამ გაუმართლა, ანუ სრულად არის გამართლებაზე. მე ვფიქრობ, რომ არის სრულად გამართლებაზე და საერთოდ იმის თქმა მინდოდა ამით რომ ვერადროს ეგრე ვერ გამოიცნობ ადამიანს და ვერ ამოიცნობ ადამიანს ვინ როგორია. აი რამდენი წელი არ უნდა იყოს შეყვარებული, ან რამდენი წელი არ უნდა იყოს შენი მეზობელი, ან თუნდაც ნათესავი, ბოლომდე ვერ შეიცნობ თუ მასთან ერთად რაღაც პერიოდს არ დაყოფ, ანუ არ იცხოვრებ 1-2 წელი მაინც. ეს დასკვნა გავაკეთე დღეს და მინდოდა რომ თქვენთვის გამიზიარებინა, არ ვიცი მეთანხმებით თუ არა ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ჯერა თუ არა ეგეთი იღბლის ან ადამიანების ამოცნობის, მაგრამ მე ეს ვფიქრობ. ახალი დარგული აფრიკოზია და ნახე წელს, მე მგონი წელს პირველად მოისხამს, ხო? წელს პირველად მოისხამს, მე მგონი, აკამდე ჩუპაჩუკა იყო, ნახე დაგოლი ფოთლები აქვს. ჩაკვალელი, მარტო ამას აქვს, არა მარტო ამას არ აქვს. იქით ნახეთ, ხები როგორი ფოთლება. შეხედეთ, მალე აქავრობა საერთოდ არ გამოჩნდება. ნახეთ აქაც ჩანს, აი ეს ისინი იქით როხა რამაზია პროსტა ეს ისინი რომ იმწვანდება ფოთლები და იზრდება როგორ იფოთლება და ლამაზი ხდება და ამ თითქმის არა თითქმის კი არ მგონი 100 წლის არის ეს ხე ნახეთ პროსტა რა მხლა მსხლის ხე გემრიელის მსხალია ამეჯერ ყვავილები არა აქ აი ყვავილები რო ექნება ცოტა ხანში მე გადაუღებ როგორი საოცარია ეს ხე და ის ხე კიდე გაჩვენებთ მე კიდე ნახეთ პროსტა რა ლამაზია ხედავთ ახლა უცნაურს ეს ხედავთ მართალია ეს გაგხმა ეს ლიმონი იყო თუ პორტოხალი თუ მანდარინი ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ რო ხედავთ როგორ გახმა ნახეთ ზევიდანაც გაჩვენებთ უფრო მაგრად ჩანს უფრო ეფექტურად ნახეთ და ემართა საწყალი ხე წელს როგორც იცით ჩვენ დაგვატყდა გაუთვალისწინებელი თოვლი და კიდევ უფრო დიდი და გაუთვალისწინებელი ყინვები რის გამოც ერთი თვე წყალიც კი არ მქონდა ხო და აი ამ საწყალმა ხემ ამგერმა გაუძო ისე თუ ასე მაგრამ ამან ვერ გაუძო და ესე დაგვტოვა არა და ძალიან წყდება გული სიმართლე რო გითხრათ შეხედეთ აქ კიდე გვაქვს თვითნებურად ამოსული კივი იქ არის კიდე ერთხელ სადღაც ბაბუას ჰქონდა ადრე ძალიან დიდი კივის პლანტაცია მე გაჭრა და დაჩეხა იმიტომ რომ ვეღარ ვლიდა და ეს თავის დამოვიდა მაგრამ არაფერი არ გუჭამია ამისგან ესე არის თავისთვის გოგო ბაბი ვინ უნდა შეიჭრას თმამ ზაფხულში ცოტა ხანში ჯერ არა ცოტა ხანში აი ნახეთ აქედან როგორ ჩანს ხე რო გამხმარია
შორიდან უფრო ეფექტურია. წუწყელი ხე. ამ პარნიკში არის ნერგები, კიტრის და კიდე რაღაცების. ძალიან მინდა რომ შევხედო, მაგრამ დაფარულია და ბიბიაჩემი. არ მინდა რომ თავი წამაძროს და ნახეთ ეს უნდა მოვაცილო. ნახავ ეხლა. რაიმე გაცვლება, ვერაფერსაც ვერ ვხედავ. ბიბია მომსულიაო, დაბარა არის აქ მოსული. ნახეთ რამდენია. არაფერიც არ არის.